მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ხაშურის მერის მიერ ავტოპარკის შენახვის ხარჯებზე, ხოლო დღეს უნდა განვიხილოთ რა ვითარება ამ მხრივ ქარელის მუნიციპალიტეტში და კონკრეტულად საწვავისთვის რამდენი დახარჯა ბიუჯეტიდან 2022 წლიდან დღემდე, ანუ მაშინ იმ პერიოდიდან, როდესაც ახალი თვითმმართველობა იმ პერიოდში შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. ლიკა თოთლაძე არის ისევ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ამჯერად ლიკა გვესაუბრება ქარელის მუნიციპალიტეტის მერის საწვავის ხარჯებზე. ლიკა, მოგესალმებით. რა გამოიკვეთა მუშაობის პროცესში, რამდენად შეესაბამება არსებულ რეალობას და ფასებს, საბაზრო ფასებს ქარელის მერის მიერ დახარჯული თანხების საწვავისთვის? მოგესალმებით, მადლობა რომ ამ საკითხითაც დაინტერესდით და შესაძლებლობა მოგვეცა რომ გაგვერჩია ეს საკითხიც. ქარელის მუნიციპალიტეტმა 2022 წლიდან დღემდე ელექტრონული შესყიდვების წესით აუქციონის გარეშე, ანუ 349,393 ლარის საწვავი შეიძინა, რაც ვთვლით რომ ეს ხარჯი, რა თქმა უნდა, აღემატება იმ ხარჯებს, რაც უნდა ყოფილიყო საწვავისთვის, როგორც ვიცით, ქარელის მერიაში აღირიცხება 5 ავტომობილი და ეს ავტომობილები ძირითადად გამოიყენება, როდესაც საბუთები გადააქვთ, ან შეხვედრები ხდება სოფლებში ან რეგიონებში და იქ მიდიან და სოფლებში ცალკე აქვთ თანხები წარმომადგენლებისთვის, ხო, ვინც ყავთ სოფლებში, იმათთვის ცალკე საწვავის ხარჯები ეხარჯება, ანუ ეს წმინდა წყლის მერის ხარჯები არის, მერის თანამშრომლების. და რა გამოიკვეთა აი კონკრეტულად საშუალოდ ერთ ავტომანქანაზე რამდენი მოდის ამ გათვლებით? ანუ საშუალოდ თითოეულ მანქანაზე ხარჯი არის 71,878 ლარი, რაც ესეც რო დავფიქრდეთ რეალურად ესეც ბევრი არის ეს. განარას მოძრაობენ ამდენი თანხა იხარჯება. ანალიტიკოსთა შეფასებით ეს თანხა განსაკუთრებით ადგილობრივი ბიუჯეტის პირობებში საკმაოდ მაღალია, თუმცა რამდენად სწორად იხარჯება და რამდენად სწორად არის კიდე დათვლილი ეს რაოდენობა, რომ ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია, ესეც საკითხავი არის. აი წლიდან წლამდე თუ შეგიძლია რომ გითხრა რა თანხები გაიცემოდა, შედარებაც რომ მოვახდინოთ გარკვეულწილად, რა თანხა დაიხარჯა მაგალითად 2022-ში, 23-ში და ასე შემდეგ, ანუ არის მატება თუ ერთი და იგივე თანხები იხარჯება ყოველ წელს. აი მაგალითად ესე რომ გამოვთვალოთ თითოეულ ავტომანქანაზე ხარჯი 365 დღის განმავლობაში, ანუ ეს შეადგენს 21,900 ლარს, ანუ წლიურად იხარჯება 109,500 ლარი. ხარჯი ესე იქნება. ეს ციფრი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური დანახარჯისგან, რაც უნდა ყოფილიყო 359,393 ლარი, რაც მიუთითებს იმას, რომ ხარჯი არაეფექტურად არის გათვლილიც და დახარჯულიც. რომ ანუ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ 5 ავტომანქანა არის ქარელის მერიაში, აქედან რო ვთქვათ, ერთ მანქანაზე არის 90,000. საშუალოდ რომ ვივარაუდოთ, დიახ, ერთი მანქანისთვის განკუთვნილი ხარჯი არის 90,000, მეორე მანქანისთვის 80,000, მესამე მანქანისთვის 70,000, მეოთხე მანქანისთვის 60,000 და მეხუთე მანქანისთვის 59,000. ეს ანუ საწვავის ხარჯი არის ეს. კი, მხოლოდ საწვავის ხარჯისთვის, ანუ 2022 წლიდან ფაქტურად გამოდის, რომ აი ამდენი თანხა უნდა დაიხარჯოს მთელი ქარელის მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად რომ მოიაროს სოფლები და ახლა ჩვენ ვიცით, რომ ყოველდღე სადგადიან. და ყოველდღე დედაქალაქში შეიძლება გადაადგილდებოდეს მერიც მაგალითად, ხო? და აშკარად რაღაც კითხვის ნიშნები იბადება, თუ შეიძლება მაგალითად პირადი ინტერესებისთვის და პირადი საჭიროებებისთვის იყოს გამოყენებული. ყველას გაუჩნდება ეგ აზრიც, იმიტომ რომ ის იმდენად მაღალია ხარჯი და საწვავის, ხო, რომ ეს რა ვიცი ახლა და ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ აი ათვისების ხარჯებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სხვა მუხლებში ჩავარდნები აქვთ და სრულად ვერ ითვისებენ, მაგალითად ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ჯანდაცვის პროგრამებზე 37% აქვს ათვისება და დანარჩენი თანხები, არ ვიცი, აღარ დაჭირდათ თუ გადაიტანეს სხვა მუხლებში და ამხელა თანხები იხარჯება ასევე საწვავისთვის, ეს მხოლოდ ელექტრონული ტენდერების კონსოლიდირებულსაც რო ვთქვა თუ დააკორდით ამას. გარდა ამისა, ქარელის მერას ასევე კონსოლიდირებული
მიღებული შესყიდვითაც აქვს შეძენილი საწვავი და საერთო ჯამში ეს ხარჯი წარმოადგენს 108,288 ლარს. 4 წლის განმავლობაში იმ 349,393 ლარის გარდა. და ჯამურად საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის მხოლოდ საწვავისთვის და აქვე პარალელურად რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ კონსოლიდირებული ტენდერი, როდესაც ცხადდება, მაშინ აღარ აქვს მიმწოდებას ფასის განსაზღვრის საშუალება. ამ დროს ფასს ადგენს თვითონ მუნიციპალიტეტი და ამ თანხაში გინდა არ გინდა, ვისაც ექნება ამ თანხაში პროდუქტის მიწოდების სურვილი, მიიღებს მონაწილეობას. და ასევე პარალელურად ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ თუ კი ელექტრონული წესით აცხადებ, მაშინ კონსოლიდირებულით რაღაცა ყიდულობ, ხო? აქ დუბლირება ხდება ერთი და იგივე საჭიროებების და ესაც გარკვეული კითხვის ნიშნებს ბადებს. შენთვის პირადად თუ შეგიმჩნევია სოფლებში ხშირად იქნებ მართლა დადიან ეს ადამიანები სოფლებში და არ ვიცით. ხო, ხა მე ეს პირადად არ დამინახე, არ შემიჩნევა, თუმცა თვითონვე აღნიშნეს, რომ რა მანქანებს ფლობთ და ყავსო, ყველა ხედავსო ისედაცო და ესე რომ სოფლებში ესე ხშირად ვხედავდეთ, რომ მანქანა გადაადგილდება ან რაღაც და თვითონ ეს მარკები ავტომობილებისა თუ მოგაწოდეს ინფორმაცია ქარელის მერიიდან? არა, მოწოდებით არ მოუწოდებთ, ეს თვითონ გვითხრეს, რომ შეგიძლიათ ნახოთ რა ავტომობილებსაც ფლობთო და არსად არ უდევთ. ესე ოფიციალურად ჩვენ თუ ღია წყაროებით არ მოვიძიეთ, თვითონ რატომღაც ასაიდუმლოებენ ამ მანქანების ჩამონათვალს. საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით თვითონ მოსახლეობაში შეხვედრები არ ტარდება იშვიათ შემთხვევაში. ძირითადად ხომ არ ხდება წინა საარჩევნო პერიოდში? ძირითადად კი. ან წინა საარჩევნო პერიოდში უფრო ხშირად ჩდებიან თანამდებობის პირები სოფლებში და განსაკუთრებით მოსახლეობასთან შეხვედრებს. მოსახლეობის შეკრება როდესაც უნდათ და ნუ ისედაც ყველა მიცის რატოც ხდება ეს, რომ მოუწოდონ მოსახლეობას ნუ რა თქმა უნდა არჩევნებზე მისვლა და მაგრამ აქ დარღვევა არის ლიკა უყურე ეს ხო არის ბიუჯეტის ფული და პარტიას არ უნდა ხმარდებოდეს ბიუჯეტის ფული და აქაც რაღაც ინტერესთა კონფლიქტები არის, თუმცა ამაზე არავინ არ საუბრობს. და ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ როგორი უნდა იყოს ახალი თვითმმართველობა იმ საწვავთან დაკავშირებით, რომ სწორად განსაზღვროს თანხები და შეამციროს, ან ვინ უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს, რა არის გასაუმჯობესებელი? კონტროლი მე ვთვლი, რომ ეს ორივე მხრიდან უნდა იყოს, რომ სწორად გაითვალოს მიზნობრიობა და თუ ესეთი ხელმისაწვდომი ესედა და საჯარო ინფორმაცია, რომ ჩვენ მოვითხოვოთ, ნუ რა თქმა უნდა არ მოგცეს სრულად და დროულად ეს ინფორმაცია, რაც მოგცეს ისიც მწირი, მაგრამ შევძელით ღია წყაროებიდან, რომ მიგვეღო ეს ინფორმაცია. ვთვლი, რომ პირველ რიგში მე მაინც ინფორმირებულობა ამისა, რომ მოსახლეობამ ესე დაიწყოს ძებნა, ქექვა, მონაცემების და მოძიება, რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ პირველ რიგში მე მაინც ვთვლი, რომ მოსახლეობის მხრიდან უნდა იყოს ის, რომ თუ ვიღაცა გააკონტროლებს, თუ სად იხარჯება და რატო იხარჯება და ამდენი რატო შეიძლება რომ დაიხარჯოს, ვთვლი, რომ თვითონ იქიდანაც იქნება მეტი კონტროლი. ანუ განცდა იქნება, რომ რაღაცა ხო, გამჭვირვალე იყოს, რა თქმა უნდა, ღია იყოს, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან იყოს ამისი მოთხოვნა, რომ აბა რაში დაიხარჯა ის თანხები, რაშიც ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, რომ შემოვიდეს ბიუჯეტში. ხო, ეხლა პარალელების გავლებაც ძალიან საინტერესოა ხოლმე, ჩვენ არასამთავრობო სექტორს წარმოვადგენთ და ჩვენ გვედავებიან გამჭვირვალობის საკითხს, მაშინ როდესაც ყველა პროექტზე თითოეული თეთრი განსაზღვრულია და ღიად არის შესაძლებელი ხელმისაწვდომი, ამაზე თვითონვე შეუძლია და აქვთ კიდევაც ინფორმაცია, რომ არავინ არაფერს არ მალავს, ვინც არასამთავრობო სექტორში ერთი დღე მაინც უმუშავია და ვინც ჩახედული არის ამ სფეროში, ვერ დამალავ ფაქტიურად მით უმეტეს უცხოური დონორი ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნისთვის გადმორიცხულ თანხას და ეს მიზანი არ არის მაგალითად პირადი საჭიროებები როგორც თვითონ იყენებენ და აი აქ ცოტა იქნებ თვითონვე გვიპასუხონ სად გადის ზღვარი, ანუ მათ ბიუჯეტის ფულით პირადი საჭიროებების მოხმარება და დაკმაყოფილება კომფორტის უზრუნველყოფა შეუძლიათ და ჩვენ კონკრეტული მიზნისთვის, რასაც უცხოური ორგანიზაციები გვეხმარებიან დემოკრატიის გადარჩენაში, ეს გადაცემაც მაგას უწყობს ხელს, ხო? რომ ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მათი ფული სად იხარჯება. აი ამაში რომ გვიწყობენ ხელს, რომ მოქალაქეები გავააქტიუროთ, ანუ ეს ყოფილა დანაშაული და ის რომ ხალხის გადასახადებიდან შესული თანხა ესე გაუმჭვირვალედ და გაფლანგული არის ფაქტიურად, რა ვიცი, რამდენი ერთი საკითხი ჩამოვთავოთ, სადაც ბუნდოვანია ის ხარჯები, სადაც ამდენი თანხა და ალბათ უფრო მეტი ნდობის ფაქტორი იქნება იმ მოსახლეობის მხრიდანაც, რომ გვეცოდინება თუ სად იხარჯება მართლა ეს თანხა და როგორ იხარჯება.
ანუ რეალურ თანხებს გულისხმობ ესეთ თანხებთან რა თქმა უნდა რა, მაგრამ უფრო მეტი ნდობა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება თუ ვისი დრო იქნება. კი, ნდობაც არის და თვითონ თავისი როლიც უნდა დაინახონ მოქალაქეებმა, იმიტომ რომ ისეთი არაფერი მოგვითხოვე, ისედაც თვითონაც გვითხრეს, რომ ეს ღიაო, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდით, რომ თავიდან მოგვიშორეს. ხო, ინფორმაცია ისე არ მოგვაწოდეს და რაც მოგვაწოდეს, ისიც აი ძალიან რაღაც, რა ვიცი. ხო, ძალიან ცუდი ის არის დამოკიდებულება გამოიკვეთა ეს ყველა ხელისუფლების პირობებში ასე იყო. საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით და არა რაღაცა მალულს და რაღაცა ისეც. ისედაც აქვთ და ვალდებულება აქვთ, რომ უნდა გვიპასუხონ და თუ არ გვიპასუხებენ, ამით კანონს არ ღვევენ და უნდა მოსთხოვონ კიდევაც პასუხი ამ კანონის დარღვევაზე, იმიტომ რომ მე ჩემი კოლეგებისგანაც ძალიან ბევრის გამსმენია, რომ ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. იცი როგორ ის არის დამოკიდებულება, რომ რაც მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს კონკრეტულად, აი რაღაცა ისეთი ხარჯები ან მაგალითად რაღაცა ისეთი პასუხი, რაც მათთვის იცია, რომ რაღაცებს არ მოფენს ნათელს. მაგ ინფორმაციას კი ბატონო მოგაწვდიან, მაგრამ როდესაც აი ესეთი საქმე ეხება საწვავის ბუნდოვან ხარჯებს და ამდენ ხარჯებს 5 მანქანაზე 4 წელში ამ მილიონობით თანხას ხარჯავ და პასუხს არ სცემ, თუნდაც ჟურნალისტს ან რიგით მოქალაქეს რატომ დაიხარჯა, რა საჭიროება იყო ახლა 2021 წელს ვიცით რომ პანდემიის დროს ძალიან ბევრი საკითხი იყო მოსაგვარებელი და აქ თითქოს მკითხვის ნიშნები აღარ დაგრჩება, იმიტომ რომ საჭიროება შეიძლება მართლა მოითხოვდეს, მაგრამ უკვე 2022 წლიდან ამ ხელა თანხებს, როდესაც ხედავ, რომ საწავში ამდენი აქვს დახარჯული, მე მაგალითად პირადად ბევრი მინახავს კონკრეტული თანამდებობის პირი, სამსახურის ავტომანქანებით პირადი საჭირო. მაგალითად ბაღში მიყავს ბავშვი, სკოლაში მიყავს ბავშვი და სამსახურში მეუღლე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი არის, როდესაც პირადი მიზნებისთვის იყენებენ მოძრავ თუ უძრავ ქონებას მუნიციპალიტეტის. ამიტომ მოქალაქეების გააქტიურება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თანხები დაიზოგოს და იმისთვის, რომ ჩვენი გადასახადებიდან შესული თანხები იყოს ჩვენ საჭიროებებზე მორგებული და არა მათზე. შენი მესეჯები რა იქნება ლიკა და ამით დავნიშნებოთ მოქალაქეებს, როგორ შეუძლიათ რომ გააქტიურდნენ და რატომ უნდა გააქტიურდნენ. რატომ არის ასეთი დამოკიდებულება, რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი და მორჩა. ამ დროს თვითონ პოლიტიკა ერევა მათ ცხოვრებაში, როდესაც ამდენ გადასახადებს რეალური არის ჩვენი რეალობა იქ, რომ ჩარევა არ არის, ან ჩვენი პირადი სივრცის კეთილგანწყობიდან გამომდინარე უნდა ჩავეროთ ზუსტადაც. ანუ თუ მე ვცხოვრობ სოფელში, რეგიონში თუ ქალაქში და თუ მევალება რომ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, მივიდე გამოცოდე, რა თქმა უნდა, ესეც ჩემი უფლება და მეკითხები თუ რა მინდა რომ გავაკეთო სოფელში თქვენთვის, მაშინ ისიც უნდა ვიცოდე თუ როგორ დაიხარჯა და რანაირად დაიხარჯა, რა თანხა დაიხარჯა და რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა. ამიტომ მე მაინც ისევ და ისევ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ უფრო აქტიურები იყვნენ, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ მეტად ჩაერთონ შეკრებებზე და დაესწრონ და ანუ თუ ახალგაზრდები არ ამოძრავდებიან, ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტად, მე მგონი იმ თაობას კიდევ უფრო ნაკლებად აინტერესებს მომავალში რა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია მართლა თითოეული მოქალაქის ჩართულობა და ეს პოლიტიკაში ჩარევა კი არ არის საკუთარი თავი რომ არ მოიტყო, აი ეს არის მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ არ ვიცი რა სტატუსი შეიძლება დაერქვას ადამიანს, რომელსაც ატყუებენ, რომელსაც ფულს პარავენ პირადი ინტერესებისთვის და ამ დროს შენ თქვენ რომ ვერ ხვდები თითქოს ისეც ყველაფერი ჩემი აზრით, ანუ ურთიერთობა როგორც პოლიტიკოსებთან, ისე რიგით მოქალაქეებთან და პირიქით. მადლობა ლიკა, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. საუბრობდით ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2022 წლიდან დღემდე საწვავისთვის დახარჯულ თანხებზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.